მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენ შეხვედრებს ეგზისტენციალიზმის შესახებ. დღეს არის ჩვენი მე-6 შეხვედრა და დღეს ვისაუბრებთ ჟან-პოლ სარტრზე. ჟან-პოლ სარტრი გახლავთ პირველი ის ფილოსოფოსი, ვის სახელსაც უკავშირდება როგორც ასეთი ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობა. ჩვენ პირველ ლექციაზე ვახსენეთ, რომ სარტრი არის რაღაცნაირად ესეთი ხატსახე შეიძლება ითქვას ეგზისტენციალისტური მოძრაობისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილოსოფიურ მიმდინარეობას აქვს უფრო დიდი ფესვები, რაც ჩვენ უკვე ესე საფუძვლიანად უკვე მიმოვიხილეთ. სარტრის შემთხვევა არის ძალიან თავისებური. თუ დოსტოევსკისგან განსხვავებით ის წარმოგვიდგება როგორც ასე ვთქვათ ქალაქის ინტელექტუალი ერთგვარი ინტელექტუალი, რომელიც აი ამ საქალაქო გაუცხოებას, საქალაქო ცხოვრების ერთგვარ ამაოებას, ამ ურბანულ ამაოებას თუ შეიძლება ესე უწოდოთ, განსაკუთრებით გამოცდის და განსაკუთრებით შეიგრძნობს და მის ნაწარმოებებში ეს ძალიან კარგად ჩანს. სარტრი არის ძალიან მრავალმხრივი ფიგურა, ის არის ერთის მხრივ ფილოსოფოსი, მეორეს მხრივ მწერალი, დრამატურგი და მისი ფილოსოფიური წონა არის ძალიან დიდი და დიდი გავლენა მოახდინა მან შემდეგ უკვე მე-20 საუკუნის გვიან ფილოსოფოსებზე, იგივე დელიოზე, დერიდაზე და ფუკოზე და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, სარტრი არის ერთგვარი ესეთი ხატსახე აი ამ ეგზისტენციალისტური მოძრაობისა. სარტრის შესახებ რა შეიძლება ითქვას და რა არის მნიშვნელოვანი, ხო? სარტრის აი ორ ძირითად ნაწარმოებზე ვისაუბრებთ. ერთი ეს არის ფილოსოფიური ნაწარმოები, ეს არის ყოფიერება და არარა, რომელიც დაიწერა 1953 წელს, როდესაც საფრანგეთი იყო ოკუპირებული გერმანიის მიერ და მეორე ეს არის მისი მთავარი ნაწარმოები, ეს არის გულისრევა და ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ფილოსოფიური და პროზაული მხარე არის ამ ორში ძალიან ურთიერთგადაჯაჭვური. სარტრი, როგორც თქვით, იყო ესეთ ფრანგი ინტელექტუალი, მაგალითად კამიუ მას მისი ერთგვარი ოპონენტი თუ შეიძლება ესე ვთქვათ, მას ესე ბურჟუაზიულ სენტიმენტებშიც ამხელს და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქვს ძალიან საინტერესო ცხოვრება, დაიბადა ის 1905 წელს პარიზში და 1980 წელს გარდაიცვალა ასევე პარიზში და მისი შემოქმედება თავდაპირველად ის ინტერესდება ფილოსოფიით, სწავლობს ფილოსოფიას ელიტურ სასწავლებელში, თუმცა მას თან დაძდევს ასე ვთქვათ ეს ელიტური, ესე ვთქვათ ურბანული გაუცხოება ამ რაღაც ელიტური ინტელექტუალისა თუ შეიძლება ასე ვთქვათ და ეს ყველაფერი ვლინდება იმაში, რომ ის წერს თავის ძალიან დიდ ნაწარმოებს, ეს არის ყოფიერება და არარა. უკვე მას შემდეგ რაც ოღონდ რაც ის გაეცნობა მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიას და ვთქვათ ისიც, რომ ბევრ რაღაცა საერთოდ ფრანგებს ფრანგების საყვარელი სპორტი ალბათ ესე ვთქვათ რევოლუციების შემდეგ არის გერმანელებისგან რაღაც ესე ფილოსოფიური იმპულსების მიღება და გადამუშავება, გამარტივება ერთგვარად და იმიტომ სარტრის ყოფიერება და არარაც არის ერთგვარი გამოძახილი ფრანგული ექო ჰაიდეგერის ყოფიერება და დროისა. თუმცა დაწერილი ორჯერ მარტივად და ესეთი უფრო ნათელიანი, თუმცა ფილოსოფიური სიმძლავრეები ამ ნაწარმოებში იგრძნობა და მთლიან სარტრის როგორც მწერლის და როგორც დრამატურგის შემოქმედებას თან გასდევს აი ეს ყოფიერება და არარაში განხილული საკითხები და მთლიან შეიძლება ვთქვათ სარტრის შესახებ, რომ მისი ფილოსოფიური თემები ძალიან ღრმად და ესე იგი სიღრმისეულად და ორგანულად ებმის მის ლიტერატურულ შემოქმედებას. ყოფიერება და არარა ეს საკითხი და ეს სათაური თავიდანვე ესე იგი ყურს ჭრის ერთგვარად, იმიტომ რომ აი ეს არარა ყოფიერება შეიძლება რაღაცაზე გასაგებად მივიჩნიოთ, თუმცა რატომ ეგ კიდევ საკითხავია, თუმცა ეს არარა ჩვენს ყურს ჭრის და რაღაც ჩვენს ინტერესს მიილტვის, მით უმეტეს, როდესაც აი ეს სარტრის მთელი ეს დრამატურგია, მთელი მისი ეს ეგზისტენციალისტური შემოქმედება ზე ვამბობთ, რომ აი ის მის ფილოსოფიასთან არის რაღაც ორგანულ ბმაში.
არა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფილოსოფიური კონცეფტი, რომლის გაგების გარეშეც ჩემი აზრით არასუ სარტრის შემოქმედების გაგება, არა მთლიანად დასავლური კულტურის გაგება არის შეუძლებელი. თორე ეს არა არის რაღაცნაირად ფუნდამენტური ფილოსოფიური, სიღრმისეული, ონტოლოგიური პრინციპი. სხვადასხვა გაგება არსებობდა, თუმცა ამ არარას შესახებ, თუმცა რასაც ეგზისტენციალისტები ახერხებენ, არის რომ ეს არარა რაღაცნაირად აკონკრეტებენ. მოდი ახლა ვეცადოთ რომ ამ შედარებით რაღაც აბსტრაქციის თუ რაღაც ერთი შეხედვით მიუწვდომელი არარას შესახებ თქვათ 1-2 სიტყვა, ხო? ჩვენ გვაქვს ასეთი საოცარი თვისება, ეს არის უარყოფა, ხო? ანუ ენობრივი უარყოფის უნარი. ხო, მაგალითად ვამბობთ რომ ეს არ არის თქვათ კასრი, ან ვამბობთ რომ ეს არ არის ღვინო, ან ვამბობთ რომ აქ არ არის გიორგი და ასე შემდეგ, ხო? და ამ ყველაფერში არის თავისთავად რაღაც უარყოფის მატარებელი, ან უარყოფის მდგენელი არის მოცემული, ანუ რაღაცა არ. და ფილოსოფოსები ჰაიდეგერი და მისი გავლენით სარტრი გამოდიან ასე ვთქვათ ფილოსოფიურ სცენაზე და გვეკითხებიან ასეთ რაღაცას. რა არის უპირატესი? ანუ ეს არა, რაღაცა ძირეული პრინციპი, ანუ სამყაროსეული პრინციპი, ანუ ამ რეალობას, ამ ძირეულ რეალობას ახასიათებს ეს უარყოფა, თუ ეს არის რაღაცა ისეთი, რაც ჩვენ ენობრივი ფუნქციის რაღაცა ფუყე, რაღაცა მყიფე ზედნაშენია. ანუ ამ კითხვას ვამბობ. ანუ კიდევ ერთხელ, ძირეულია ეს თუ არის რაღაცა ენობრივი რაღაცა კვაზი კონსტრუქტი, ეს არა. და ჰაიდეგერი და სარტრი სცემენ პასუხს, რომ არა. საინტერესო არა ჰაიდეგერი და სარტრი პასუხობენ რომ ეს არის ძირეული. ანუ რას ნიშნავს? ნახეთ, ანუ ჩვენს არსებობას რაღაცნაირად ახასიათებს უარმყოფელობა. ანუ ნახეთ, ყოველი წამი ერთგვარად წინა წამს უარყოფს, ხო? ასევე ყოველი ანუ დაპირისპირებულობის ლოგიკა, ხო, რაზეც ჩვენ საუბრობთ, დიალექტიკა ერთმანეთთან დაპირისპირება, რაც გამსჭვალავს ყოველივეს, ეს არის რაღაცნაირად არარათი წილნაყარი და რატომ? არარა არის რაღაც ის ძირეული პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს როგორც უარყოფას, როგორც ენობრივ ფუნქციას, გრამატიკულ ფუნქციას, როცა ამბობ, რომ ეს რაღაც არ არის, ისე იმას, რომ ჩვენ რაღაცნაირად ყოველ ჯერზე ვართ რაღაცნაირად უარყოფის მოცემულობაში იმაზით, რომ ყველა განსაზღვრება, ხო? ან როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცა თქვათ მე ვარ X-ი, ხო? ამ დროს ჩვენ თავს შემოუზღუდავთ და ამითი რაღაცნაირად ფრჩხილებს გარეთ გაგვაქვს ყველაფერი სხვა, რაც ჩვენ არ ვართ. ანუ რაღაცნაირად ამ ჩვენს ყოფიერებაში, ჩვენს რაღაც მოცემულობაში ეს არა რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელობს. და ჰაიდეგერი და სარტრი გვეუბნებიან იმას, რომ მოდი დავაკვირდეთ იმას ადამიანის შემთხვევაში ეს არა რას გვეუბნება, ხო? ადამიანის შემთხვევაში რა მნიშვნელობა ენიჭება მას? და პასუხი არის ასეთი, რომ რეალურად ჩვენი არსებობა არის აი ამ არარათი წილნაყარი და როგორ, ხო? ანუ ჩვენ ვართ ერთადერთი არსებები, რომელსაც შეგვიძლია ანუ სამყაროს მთლიანობას დაუსვათ კითხვა, და კითხვის დასმა გარკვეული აზრით უკვე გულისხმობს ამ სამყაროს მიღმა ტრანსცენდირებას, ანუ სამყაროს მიღმა გასვლას. სარტრი ამბობს, რომ აი ადამიანის თვისება, ხო, რომ ჩვენ საუბრობთ, რომ აი ეგზისტენციალიზმი არის თავისუფლების ფილოსოფია, რომ ეგზისტენციალიზმი არის, ასე ვთქვათ, გაუცხოებასთან ბრძოლის ფილოსოფია, ეს ყველაფერი როგორ ხდება? ეს ყველაფერი ხდება არარას მეოხებით. ანუ ეს არარა არის ის ტრიგერი, ის ბიძგის მიმცემი, რომლის შედეგადაც ჩვენ ვახორციელებთ აი ჩვენ როგორც ადამიანებს ხელგვეწიფება, ტრანსცენდირება. როგორ? ანუ ჩვენ ვართ უარმყოფელები. ანუ ეს შეგვიძლია ესე თუ რაღაც ინტერპრეტაციაში შევართ, ეს არის ადამიანური არარა, ხო? ანუ კონკრეტული არარა. ცხადია, სამყაროში, როდესაც თუ ასე ვთქვათ, ცოტა არაორთოდოქსულ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, სამყაროში არარა მნიშვნელობდა, ხო, როდესაც პირობითად, როდესაც იყო თქვა პირობითად დინოზავრების ეპოქა, როდესაც ერთი დინოზავრი უარყოფდა მეორეს, ხო, ანუ ხდებოდა მისი ნეგაცია, ანუ ის ფაქტი, რომ ეს არარა არის უფრო ძირეული ვიდრე ადამიანური უარყოფა, ხო, ანუ ვერბალური უარყოფა, რომ რაღაცა არ არის, ხო, ანუ ეს არის მეორეული
და ეს ჩანს იმას, რომ წინა ადამიანურ სცენაზე, ხო, ცხოველების სცენაზე და ეხლა პარალელურად რაც ხდება, ხო, ეს აქ კვლავ გრძელდება. ეს ისევ და ისევ არის ძალიან ფართოდ მოცემული. უბრალოდ ადამიანი ამ არარას რაღაცნაირად თითქოს დამატებით გახსნის, ხო? ანუ ეს არის და ეს გამხსნელობა სარტრის აზრით არის ფუნდამენტური. ანუ თუ ჩვენ თავში არ აღმოვაჩენთ ამ არარას, ჩვენ ვერ ვიქნებით თავისუფალი. ეხლა ეს შეიძლება რაღაც პირდაპირ ამ წინადადებით თუ დავიწყებთ რაღაც თქვათ გაურკვევლობის, ასე ვთქვათ, მთელი რიგი აზრები წარმოგვეშავს. მოდი გავმარტოთ რას ნიშნავს. ნახეთ, ჩვენ როგორც ადამიანებს გვაქვს უნარი უარყოფის. ოღონდ ეს უარყოფა სარტრის მიხედვით არ არის უბრალოდ არა მხოლოდ წინადადებითი უარყოფა, არამედ უარყოფა, ასე ვთქვათ, სამყაროს როგორც მთლიანობის, ანუ საზღვრებს მიღმა გასვლა, რომ შეგვიძლია ჩვენი ფიზიკური მოცემულობიდან, ან რო არ შეგვიძლია კრიტიკული კითხვები დავსვათ, სოციალური რეალობის წინაშე ვთქვათ, რომ ეს არ არის სწორი, ხო? ანუ ეს ყველაფერი არის ჩვენი თავისუფლება, ხო? ანუ ჩვენი ეგზისტენცია, ჩვენ რაღაცა ღიაობაში ვართ, თავისუფლებაში ვართ, რაც სარტრის ვთქვით, ეს არის წყევლა, ხო? ეს არ არის იავარდით ფენილი გზა, ეს არის რთული გზა და ეს სირთულე არის გამოწვეული იმით, რომ ეს არარას ტვირთი ადამიანს განსაკუთრებული სიმძიმით აწვევს, ხო? ჰაიდეგერი, რომელთან პარალელის ვერ ავწდებით, რადგან სარტრის ყოფიერება და არარაზე ვსაუბრობთ, ამბობს, რომ ადამიანი არის ყოფიერების ერთგვარი, უბრალოდ არარას მოადგილე, ხო? ერთგვარად ადამიანი არის ის, ვინც არარას რაღაცნაირად წარმოადგენს ჩვენს სამყაროში. ანუ კიდევ ერთხელ ეს ერთი შეხვედრი და პირველი მიგებები ძალიან რთული ფილოსოფიური კონცეფტია, თუმცა ძირეული. ანუ ეგზისტენციალისტების დამსახურება არის ის, რომ მათ თქვეს, რომ ეს არარა რაღაცნაირად ის უბრალო რაღაც სიცარიელე კი არ არის, რომელიც სადღაც არის და რომელიც ყოფიერებას რაღაც ფილოსოფიის აბსტრაქციების სახით უპირისპირდება. არა, ეს არის ჩვენი სამყაროს გამსჭვალავი პრინციპი, ხო? პირველ რიგში ის, რომ ჩვენ მოკვდავები ვართ, ხო? ანუ ამ ონტოლოგია, ხო, ანუ არსებობის ძირეული პრინციპის წარმოებულია, ხო? ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ამ ჩვენს მოკვდავობასთან როგორც დამპროექტებლები შევდივართ. ახლა რას ნიშნავს ეს დამპროექტებლობა და სარტრის ამ რომანში, რომელზეც ვისაუბრებთ, ამას უსვავს ხას, რომ ჩვენ, როდესაც გვეძლება რაღაც აზრით ეს სამყაროს თავისუფლება, ხო? ჩვენ ანუ ეს თავისუფლება საიდან მოდის, ჯერ დავიწყოთ, ხო? ანუ ეს არის უსაზრისობა, ხო? ანუ ეს როკანტენი ამ პერსონაჟი ამბობს, რომ მე ვარსებობს, სამყაროც არსებობს, მაგრამ სულ ეს არის. ანუ რაღაცა იმანენტური საზრისი, ან თანდაყოლილი საზრისი სამყაროს არ აქვს. შესაბამისად ეს გვიხსნის ველს, რომ აი ჩვენ რაღაცნაირად ეს სისასტიკე ამ უსაზრისობის ჩვენ თავზე უნდა ავიღოთ და ეს ტვირთი უნდა ავწიოთ იმის, რომ ჩვენი ცხოვრება დავაპროექტოთ. ანუ ეს არის ერთის მხრივ ტკივილიც, ერთის მხრივ სიმწარე ცხოვრების, რომ ჩვენ რაღაც თანდაყოლილი საზრისებით კი არ მოდივართ სამყაროში, სადაც თქვა პირობითად აი იყავი კარგი გოგო, ან რავი, იყავი ცუდი ბიჭი, ან იყავი რაღაც ეს პროფესია და ეს არის საზრისი და ამას თუ იზავ, ხო შეიძლება ესეთი ყოფილიყო, რომ აი ამას თუ იზავ, პირობითად თუ გახდები რაღაც X პროფესიის ან X ქცევებს თუ გააკეთებ, მაშინ შენ ხარ კარგი, საზრისიანი. არ ხდება ასე. სამყაროში ყოველთვის გიწევს შენ საკუთარი თავის თვითდადგინება, თვითწარმოჩინება და ეს ყველაფერი არის ძალიან რთული, მაგრამ ეს არის ასევე თავისუფლების, ასე ვთქვათ, თავისუფლების ერთგვარი ხიბლიც, ხო, ესე რო ვთქვათ, ხო? ანუ ერთი სიტყვით აქ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის თავისუფლების განმაპირობებელი არის ეს არარა. ეს და ახლა როგორ ვლინდება ეს ნაწარმოებში, ხო, ესეც ვთქვათ. ეს ანტუან როკანტენი არის ამ გულზიდვის, ასე ვთქვათ, გულისრევის თუ როგორც უწოდებენ, ხო, მთავარი პერსონაჟი და ის ასე ვთქვათ, ის ცხოვრობს პატარა ქალაქში და ის უცხოვდება მის გარემოს, ხო, ის
აი ამ მას ეს საგნები რომლებიც თავისთავადად გვეჩვენება რაღაცნაირად სხვა პრიზმით წარმოაჩენს. ანუ საგანი რომელი პერსპექტივითაც მე ვხედავ ის არასდროს არ მეძლევა მე მთლიანობაში. მე ის მეძლევა მხოლოდ რაღაც გარკვეულ განპირობებულობაში და ეს არის ძალიან რთული. ეს არის ძალიან რთული, რადგან მე როდესაც ასე ვთქვათ პანორამას ვზრდი, როდესაც მე ვცდილობ დავინახო მთლიანად საგანი, უკვე ვხედავ სირთულეს, ხო, ესე ცოტა ესეთი მაგალითი მოყავს, რომ აი მაგალითად რა აი ავიღოთ პაემანი, ხა ცოტა ცენზურას შეურევდა ისე ვიტყვი, რა არის ეს პაემანი, რომ მაგალითად რომელიღაცა პლანეტაზე ორი ძუძუმწოვარა არსება, ასე ვთქვათ რაღაცა ხის წარმოებულ ობიექტზე ჭამენ დაკლულ სტეიქს და ესენი ერთად ზიან, იმიტომ რომ მე შეიძლება ვთქვათ მათ კონდეთ გარკვეულ ერთმანეთს ეხებოდნენ და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ჩვენ რაღაც ამ ნივთებს და სიტუაციებს ხედავთ აი უშუალოობაში და თავისთავადობაში და თუ აბსტრაგირდებით ჩვენ ანუ აბსტრაგირების და ამის გარედან დანახვის საზრისი არის სწორედ აი ეს გაუცხოება, ანუ გაუცხოება როგორც აი ამ ყველაფრისთვის კითხვის დასმა, ხო? ანუ ეხლა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ აი სარტრის ეს რომანი არის განსხვავებით იგივე დოსტოევსკისა, უფრო ნათლად აჩვენებს აი ამ ურბანულ გაუცხოებას, ვიდრე დოსტოევსკი, რომელიც ვთქვათ, მაინც მე-19 საუკუნის ადამიანია, ცხოვრობს აი ამ თვითმფრობელურ რუსეთში და რომელსაც ვთქვათ ეს კატორღების გამოვლა უწევს და ასე შემდეგ. თუმცა სარტრიც ვთქვათ ისიც რომ სარტრიც ჩავარდა ტყვეთ 9 თვე იყო გერმანელებთან ტყვეობაში, მაგრამ მაინც ის ცხოვრობს აი ფრანგული ბულვარული ცხოვრებით, ის დადის კაფეებში და აი სარტრის ასე ვთქვათ უპირატესობა თუ შეიძლება ესე ითქვას, ეს აი გაუცხოებული ადამიანის, ამ ურბანული გაუცხოებული ადამიანის მოცემულობას უფრო კარგად, უფრო ასე ვთქვათ მის ასე ვთქვათ უშუალობაში უფრო წარმოაჩენს, ხო? თუმცა ცხადია, ახლა თუ შევადარებ დოსტოევსკის შემოქმედებითი გენია უფრო დიდი იყო ვიდრე სარტრის. საინტერესოა რომ ამ რომანში ჩვენ ხვდებით ასეთ მოცემულობას, რომ ეს როკანტენი, რომელიც ასე ვთქვათ ცდილობს ამ საზრისის პოვნას, აი ამ ყველაფერში მის ამ ცდელობებში ის აწყდება აი გაუცხოების ძალიან დიდ დოზებს. მაგრამ აი საინტერესო არის ამ რომანის დასასრული, ის წერს მას უნდა ერთ ფრანგ არისტოკრატზე რომანის დაწერა, მაგრამ ის ხვდება რომ აი რაღაცა ტიპის აი ესეთი ისტორიული რომანის დაწერა, რომელსაც არავინ არ წაიკითხავს, რამდენად საზრისისეული, ანუ ერთი სიტყვით მარჩევანის, ანუ სარტრი და ეს ეგზისტენციალისტები გვიჩვენებენ აი ამ მარჩევანის სირთულეს, ანუ ამ არჩევანის რაღაც აზრით, ანუ არჩევანის გაკეთება როგორც საზრისისეული აქტის სირთულე. ანუ მე მინდა რომანის დაწერა, რომელსაც არავინ წაიკითხავს. ანუ შენ და აი აქედან გამომდინარე ის რაღაც პერიოდი იღებს ამ ხელს, რომ აი ვის აინტერესებს და ასე შემდეგ. ანუ თუმცა საბოლოო ჯამში ის ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აი ის აი ამ ეგზისტენციალური ამ შინაგანი რყევების შემდეგ ის რაღაც აზრით მიუბრუნდება ამ რომანს და წერს რომ აი ესე იგი წიგნი ეს რაღაც მყარი იქნებოდა როგორც საგანი. ანუ რაღაც აზრით საბოლოო ჯამში სარტრის პასუხიც არის აი ესე მყარი ეგზისტენციალისტური. რას გულისხმობს ეს სიმყარე, ხო? ანუ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ რაღაც აზრით უნდა დავაპროექტოთ ჩვენი თავი, ჩვენი არსებობა, ანუ ჩვენი თავისუფლება, რომელიც ტვირთია. საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა რაღაცნაირად მომავალისკენ გადავაგდოთ ანკესი, რომელსაც უნდა მიუყვეთ. ერთგვარი რაღაცნაირად ადამიანი არასდროს არ არის საკუთარი თავი. ხო, სარტრი ამას გვეუბნება, რომ ჩვენ განსხვავებით ჩვეულებრივი ეს ვთქვათ უსულო საგნებისგან არ ვართ საბოლოო დადგინებულნი, ხო? ვთქვათ ეს ბოთლი, ჭიქა, დანა, ხო? ესენი ფუნქციურად დეტერმინირებულნი არიან და ამ ფუნქციურ დეტერმინირებულობაში არის ის რაღაც აზრით ამ ნივთების შეზღუდულობა და ჩვენ ის ამბობს სარტრი, რომ ჩვენ ადამიანებს ეს იოლად არ მოგვეცემა.
და გვახასიათებს ესე ვთქვათ თვითმოტყუება. აი ეს ამბობს მაგალითად აი ყოფიერება და არარაში რომ აი წარმოვიდგინეთ ოფიციანტი რომელიც იმდენად არის გაუცხოებული საკუთარი თავისგან რომ ის საკუთარ სოციალურ როლს უიგივებს საკუთარ თავს ხო მისი ეს ხელოვნურობა ის სარტრის შემდეგ მარქსისტული აფილიაციებიც ჰქონდა და ეს საუბრობს რომ აი სერიულობა ადამიანის რომ აი ადამიანი იქცევა როგორც კონვეიერის რაღაცა პატარა ჭანჭიკი ხო აი ეს ყველაფერი არის ადამიანის თავისუფლებისგან გაქცევა იმ არარას ტვირთის ვერზიდვა ანუ ვერ აწევა ესე იგი სარტრი განარჩევს ორი ტიპის ყოფნას ეს არის ყოფნა თავის თავში და ყოფნა თავისთვის ხო ანუ თავის თავში არის სწორედ ის რაღაც ნივთობრივი ყოფნა როდესაც ის ნივთობრივად შემოზღუდულია და ნივთობრივად თვითდადგენილია ანუ და სარტრი ამბობს აი ჩვენ როდესაც იარლიკებს ვაწევებთ რომ აი შენ ესეთი ხარ შენ ხარ აი ეს შენ ხარ X-ი შენ ხარ Y-ი ან მე ვარ აი პირობითად მე ვარ არარაობა მე ვარ რა ვიცი შეუხედავი მე ვარ რა ვიცი შეშლილი მე ვარ ჭკვიანი ანუ ეს მე ვარ X-ი თავისთავად ძალიან არაეგზისტენციალისტური აქტია კი ახლა გასაგებია მე არ გულის ეს მარც მე და არც სარტრი არ გულისხმობს რომ აბსოლუტურ განზავდეთ და საკუთარ თავზე რაღაც სიმყარეები არ გქონდეს უბრალოდ უნდა ფრთხილად უყურებდეთ ამ სიმყარეებს როგორი ტიპის არიან და რა ბუნების არიან ეს სიმყარეები ხო ანუ აი ამ როგორც სარტრი არ ამბობს ეს მხოლოდ სოციალური ფუნქცია შეიძლება იყოს ის რაც თქვათ ჩვენ გაგვაუცხოებს ჩვენი თავისგან რომ მაგალითად შენ ამბობ შენ თავზე რომ მე ვარ აი X-ი, მაგრამ შენ შეიძლება სხვასაც აკერებდე იალექს. ანუ შენ ესე იგი ერთი ამერიკელი სოციოლოგი თუ ზუსტად მახსოვს, ამბობდა ესე ძალიან საინტერესო ფრაზას, რომ შენ არ ხარ ის, ვინც გგონია რომ ხარ. შენ არ ხარ ის, რაც სხვას გგონია რომ ხარ. შენ ხარ ის, რასაც შენ ფიქრობ რომ სხვას გგონია რომ ხარ. ანუ შენ თავს უყურებ რომ აი მე ვარ ის, რასაც აი სხვა საზოგადოებას გგონია. ანუ მარტივად რო ვთქვა სოციალური როლები და სოციალური ნიღბები სახეზე ძალიან არ შეგეზარდოთო სარტრი აი ამ სარტრის პათოსი არის აი ესეთი ხო და სწორედ აი ამაში ჩანს რომ აი ეს რაღაც აზრით ჩვენ გაურბივართ აი ამ თავისუფლებას ეს ჰაიდეგერის დასმან რაც არის ეს არის უსახო ადამიანი ხო გერმანულში არის ესე იგი ესეთი ხო მან sagt ხო ამბობენ ანუ ეს არის ესე უპირო ასე ვთქვა ნაცვალსახელი მან fragt ხო ანუ კითხულობენ მაგრამ ვინ კითხულობს არ არის თითქოს კონკრეტულია მაგრამ განზავებულია და შენც ისეთი უნდა გახდე რატომ ამ საბოლოო და სარტრი ამბობს რომ ესე იგი ჩვენი თავისუფლება ანუ ჩვენ გვახასიათებს რომ აი ვიწუწუნოთ რომ თქვათ რომ აი ახლა ცუდი ეპოქაა ახლა გაუცხოების ეპოქაა სხვა დროს სოფლიო ომების ეპოქა იყო სარტს ეთქმის სიტყვა იმიტომ რომ თვითონაც იყო თქვათ ამ ომში თუმცა მეტეოროლოგად მაგრამ თქვეთ ჩაუვარდა გერმანელებს და ეთქმის ამ ხრივ სიტყვა ცხადია ანუ ჩვენი მოწოდება რომ ჩვენ რაღაც აზრით აი ვიწუწუნოთ ეპოქაზე სარტრი ამბობს რომ ეს არ არის სწორი შენ რაღაც აზრით ჩვენ ეს ვახსენეთ რამდენჯერმე, როდესაც შენ იბადები, შენ უკვე ხარ რაღაცნაირად გადმოგდებული ამ სამყაროს, შენ არ გკითხა, ხო არავინ. მაგრამ სარტრი ამბობს, რომ აი შენი სოციალური ანუ რასაც შენ 100%-ით ვერ გააკონტროლებ იმას, რაც გესვრის სამყარო, ხო რა განსაცდელის წინაშე დაგაყენებ სამყარო, მაგრამ შენ გაქვს სრული თავისუფლება თუ რას გამოძერწავ აი ამ ნასროლიდან, აი ეს აი ამის მიხვედრას ცდილობს სარტრი ჩვენთვის ხო ეს საუბრობს იმაზე რომ აი ჩვენ რაღაც აზრით აი ამ არარათი ანუ რაც არის ჩვენი თავისუფლების განმაპირობებელი ხო აი ამ არარათი ვართ წინაყრები ანუ არარა როგორც ანუ შენ ის ამბობს რომ შენ თუ შენ თავში ვერ აღმოაჩენ ამ არარას ხო ანუ რაღაცა ამ ნაპრალს შინაგან ნაპრალს შენ ვერ გახდები ადამიანი. ანუ ეს შინაგანი ნაპრალი არის შენი მამოტივირებელი, რომ ეს შეავსო. ოღონდ არის შევსების სხვადასხვა სახეები, ხო? რასაც მე მანამდე ყოფიერება და დროში ჰაიდეგერი ავთენტურს, ანუ ნამდვილს და ესე არა ავთენტურს უწოდებს. ანუ ავთენტური როგორც რაღაც ისეთი, რაც აი შენ თავთან მიყავ ხარ, ანუ შენ ხარ შენ. და არა ავთენტური რაღაც ისეთი, როდესაც შენ არ ხარ შენ და ხარ რაღაც ასე ვთქვათ გარეგანი სოციალური ზეწოლის
ობიექტი, ხო? და ხარ ესეთი რაღაცე ამ მოცემულობაში, ამ მატრიცაში, ხო ჩარჩენილი. საინტერესო არის სხვათა შორის ამ სარტრის ეს ფრაზა, როდესაც ამბობს, რომ სხვა არის ჯოჯოხეთი, ხო? ეს არის თუ ზუსტად მახსოვს დახურულ კარს მიღმა, თუ ესე შეიძლება თარგმნოთ, ხო? მისი ეს პიესა, სადაც სამი ადამიანი არის გამომწყვლეული ერთ ოთახში და ანუ იმდენად ექცევიან ისინი ერთმანეთზე მოსაზრებების გავლენის ქვეშ, რომ ისინი მათ ურჩევნიათ აი ამ მოსაზრებებში ცხოვრება, ხო? ანუ ეს არის ფაქტიურად ის სხვა არის ჯოჯოხეთი არნიშნავს, რომ აი ეს სარტრი რაღაც იზოლაციონიზმის მიმდევარია და რა თქვა რაღაც კომუნალურობა და საზოგადოება და მეგობრობა არ გვინდა და ჩვენთვის წავიდეთ და აღარ გვინდა სხვა ადამიანი. ამას კი არ გულისხმობს. არამედ გულისხმობს იმას, რომ სხვისი აზრის მონობა არის ჯოჯოხეთი რაღაც აზრით, ხო? სხვისი აზრის მიხედვით ცხოვრება არის ჯოჯოხეთი. რამდენად ჩვენ ვახერხებთ ამას, ეს რთული საკითხია. ალბათ 100%-ით ამის შესაძლებლობა გამორიცხულია, იმიტომ რომ საკუთრივ თვითონ სარტრიც ამბობს, რომ როდესაც მე პირობითად, ანუ ჩემი აქტი, ხო, ანუ მე რაღაც სოციალურ აქტს როდესაც ჩავდივარ, ეს არ არის იზოლირებული აქტი. მე ამით ვიძლებდი მაგალითს, ხო? დღეს ჩვენთან უყვართ სოციალურ დისკურსში ესეთი ნათქვამი, რომ მაგალითად ჩემი სხეული ჩემია. მაგალითად თუ სარტს მოусმენთ, ეს არ არის თლა სწორი გამონათქვამი. და რატო? ჯერ ეს ერთი შენი სხეული არ არის შენი, რამდენადაც მის გამოყენება შენ სხვისთვის აპირებ. მეორე შენი არ არის იმდენად, რამდენადაც შენი მაგალითით, ანუ პირობითად რომ შენ ადგები მონოგამიის გზას, ხო? მაგალითად ამბობს სარტრი. შენ ამით მაგალითის მიმცემი ხარ საზოგადოებისთვის. ანუ შენ რომ რაღაც აკეთებ, ხო, არა აუცილებლად თქვა სხეულზე, ხო, სხვა რაღაცაზე შეგვიძლია თქვა, შენ რომ რაღაცას აკეთებ, შენ ამითი არ ხარ მარტო, შენი აქტით უკვე სოციუმში მაგალითის მიმცემი ხდები და ეს თავის მხრივ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულად თვითკმარნი ვიყოთ, ხო? ჩვენ რაღაც აზრით მაინც რაოდენ არა ეგზისტენციალისტურადაც არ უნდა ჟღერდეს, გვჭირდება რაღაცა ტიპის ნიმუშები, იმის მიუხედავად, რომ სარტრი ამ კონვენციური მორალის წინააღმდეგი იყო, ხო? ჩვენ გვჭირდება რაღაც აზრით აი ეს ნიშანსვეტები, თუმცა კიდევ და კიდევ რაღაც აზრით ამ შინაგანის პატივისცემი და შინაგანზე აპელირებით, ხო? ანუ სხვა არის ჯოჯოხეთი, გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ შენი ქცევა არის ყოველთვის სხვისთვის მაგალითის მიმცემი. ანუ შენ, როდესაც ამბობ, რომ ჩემი სხეული ჩემია, ეს არის ფაქტიურად, ეს არის ეგზისტენციალისტური ერესი, რაღაც აზრით. იმის მიუხედავად, სხვათა შორის, რომ სარტრი მეორე დიდ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოს სიმონ დე ბოუართან ხანგრძლივი ქორწინება ჰქონდა, ოღონდ თავისუფალი, ასე ვთქვათ, თავისუფალი დაშვებით. ანუ გვერდზე გახედვის ლეგიტიმაციას აძლევდნენ ერთმანეთს, მაქსიმალურად რბილად რო ვთქვათ. ხო, ანუ ესეთი ამბებია მოკლედ. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა ეგზისტენციალიზმისა და მარქსიზმის მიმართებაც ამ აზრით, იმიტომ რომ ეს ორ ფილოსოფიურ მიმართულებას აქვს ძალიან ბევრი თანაკვეთის წერტილი, იმიტომ რომ როდესაც ახლა შენ იწყებს საუბარს, აი გაუცხოება ეს სამყარო, ეს რაღაც ხო, აქ ყოველთვის შემოდის, რომ აი რაღაცა თითქოს უფრო კონკრეტულობები მჭირდება. ხო, მაგრამ ამას ხო კონკრეტული სახელებია, კონკრეტული ეკონომიკური ფორმაცია, ხო? და რაღაც და სხვათა შორის ამითაც იყო განპირობებული, რომ უკვე შედარებით გვიან პერიოდში სარტრი მარქსიზმისკენ იხრება, თუმცა არ იყო ის კომუნისტური პარტიის წევრი, მაგრამ არის ძალიან კრიტიკული, მას აქვს ეს დიალექტიკური გონების კრიტიკა, ასეთი, რომ სადაც ის აი ამ ეგზისტენციალიზმის და მარქსიზმის დაახლოებას ცდილობს და აი ბევრი თანაკვეთაა, ხო, იგივე ეს მარქსის გაუცხოება, ხო, როდესაც პირობით ეს მშრომელი ადამიანი გაუცხოდება საკუთარი თავისგან და ეგზისტენციალისტური გაუცხოება. მართალია ეს ეგზისტენციალისტური გაუცხოება უფრო ძლიერია, მაგრამ პოტენციურად შენ როდესაც საუბრობ, რომ რაღაცა აი გათავისუფლდე, ერთის მხრივ ამას რაღაცა სოციალური შინაარსები აქვს, მაგრამ მეორე მხრივ თუ მარქსისტულად ამბობ, ეს მხოლოდ ფორმაციული გათავისუფლება, ეს საბჭოთა კავშირმა აჩვენა, რომ არ კმარა, მარტო ფორმაციული გათავისუფლება, თუ რაღაც ამას შინაგანი შინაარსები არ აქვს, ეს ყოველთვის მიგიყვარს საპირისპიროსთან რა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო?
იგივე სხვათა ერთი ძალიან კარგი პასაჟი აქვს სარტს, როდესაც ის ამბობს, თუ ზუსტად მახსოვს ესეც ამაში არის, გულისრევაში არის, რომ აი ეს ეს როკანტენი ამბობს, რომ ჩვენ აი ეს როგორც ბეტონი, ხო ეს გამეორება, ეს ქალაქის რაღაც რიტმი, რომელიც რაღაც თითქოს ეს თავს გვეხვევა, მაგრამ მეორე მხრივ მცენარე, ხო, რომელიც მუდამ მოიწევს, ხო, ანუ შენ პირობითად თუ დატოვებ სახლს და არ შეხვალ, ხო, იქ უკვე ბუნება ეხვევა ამას, ხო, აი ხავსი ედება, ობობები ქსელს აბავენ და ასე შემდეგ. ანუ ის ცივილიზაციის და ბუნების ბრძოლაში თავდაპირველად როკანტენი აი ამ ბუნების მხარეს ირჩევს, ანუ ის კაფავს, ასე ვთქვათ, ამ ბალახს და ამბობს კი ბეტონს, ეს თუ შეიძლება ვთქვათ, ხო? ანუ ესეც აჩვენებს, რომ სარტრი როგორც სარტრის საინტერესოობა როგორც ინტელექტუალის არის სწორედ ის რომ ის რაღაც თვითონაც იყო ამ ურბანული ცხოვრებისში გათქვეფილი, ხო? განსხვავებით ვთქვათ იგივე დოსტოევსკისა, რომლის ცხოვრება შეიძლება ხა შედარება რთულია, მაგრამ ბევრად მძიმე იყო ვიდრე სარტრის, ხო? იმიტომ სარტს ესეთი დიდი პატივი ხვდა და 68 წელს, როდესაც მის ასე ვთქვათ, აი სტუდენტური მოძრაობები იყო და როდესაც ცხადია სტუდენტების მხარეს იდგა, მისი დაპატიმრების ისიც იყო ასე ვთქვათ, დაპატიმრების პირას იყო, მაგრამ დეგოლმა თქვა, რომ ვოლტერს ჩვენ არ ვიჭერთ. ანუ მან ესეთი ფრაზა შეამყო, რომ მისი წონა სხაზი გაუსვა. კი ბატონო, აი რომ შევაჯამოთ, ესე იგი ჩვენ რა ვთქვით ხო, სარტრი როგორც ფილოსოფოსი, როგორც ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი, მისი შემოქმედება არის ამ გაუცხოების, სამყაროს მიუღებლობის, სამყაროსთვის კვლავ კისთქმის მცდელობა, ოღონდ რაც სარტრის დამსახურება, ისის მსგავსად ჰაიდეგერისა არის ეგზისტენციალისტ ონტოლოგია, რაც ნიშნავს, რომ ის ამ სიღრმისეულ, ანუ თავის ამ ეგზისტენციალისტ, თავის ამ თავისუფლების ფილოსოფიას, გაუცხოებას და ბრძოლის ფილოსოფიას აყრდნობს მაქსიმალურად იმ სიღრმისეულ პრინციპებზე, რაც არის მაგალითად არა, როგორც უარყოფის ძალა, ანუ ადამიანი როგორც უარყოფელი, ანუ და ეს უარყოფა როგორც თავისუფლების წინაპირობა, ანუ და ესე იგი ადამიანი როგორც არასმთქმელი, ჩვენ როდესაც ვკარგავთ არასთქმის უნარს, ჩვენ ვკარგავთ ადამიანობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ბატონო ოთარ ტრადიციულად საინტერესო ლექციისთვის. მე მქონდა ესეთი შეკითხვა თქვენთან. ესე იგი, აი მე როგორც მომეჩვენა თქვენ ლექციიდან და მანამდეც პრინციპში, რომ სარტრი მაინც ძირითადად ორიენტირებულია იმ პრობლემაზე და იმ საკითხზე, როგორ შეინარჩუნოს ადამიანმა, როგორც პიროვნებამ რაღაცა გარკვეული თავისუფლების პოტენციალი და ეს კონდეს მას სულ აქტუალური სახით თავისთან. ამ კუთხით ცხადია, რომ ის ყურადღებას ამახვილებს არჩევანის გაკეთების უწყვეტ პასუხისგებლობაზე, რომელიც ადამიანს აწევს ხოლმე და მოყავს ხოლმე მაგალითად ნაშრომში, რომელსაც ქვია ეგზისტენციალიზმი, რაღაცა ჰუმანიზმია, აი ესა, ეგზისტენციალიზმი, ჰუმანიზმია. იქ მოყავს მაგალითი, როცა ბიჭი მაგალითად ბიჭს უწევს უეჭველად გააკეთოს არჩევანი ომში წასვლასა, სამშობლოს დაცვასა, ან სახლში დარჩენას და დედის არ მიტოვებას შორის, ხომ? რამდენად აი ამ და აი აქ არ გვაქვს მე როგორც მეჩვენება ვთქვა თუ არ ვწდები ისეთი ფუნდამენტური განმაპირობებლები როგორც გვაქვს ვთქვათ ჰაიდეგერთან რავს გულისხმობ ჰაიდეგერთან აი მოკლედ ცოტა უფრო გასაგებად რომ
კითხვა იქნება ესეთი, რომ აი ჰაიდეგერთან რო გვაქვს ესეთი ეგზისტენციალიზმი, მაგალითად როგორიცაა გაგება, წინასწარ გაგება, ზრუნვა, რომელიც წინ უსწრებს ყოველნაირ ესე ვთქვათ ინდივიდუალურ თვითგამოხატვას და მე რაღაცნაირად ეს არის განმაპირობებელი ადამიანის კონკრეტული ადამიანის თვითგანსაზღვრისა, ვთქვათ ის პოლიტიკურ კონტექსტში რო ვთქვათ ეს ვთქვათ პასუხისმგებლიან გზას აირჩევს თუ მანის გზას გაყვება, სარდთან როგორ არის ეგეთი მომენტები? სარდთან თუ არსებობს აი წინა სტრუქტურა, სადღაც ლაპარაკობს სადღაც პრერეფლექსურ კოგიტოზე. აი ეს საკითხები, ამ საკითხები რო აგვიხსნათ ცოტა უფრო უკეთ. ხო. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ნუ როგორც ვთქვით, ჰაიდეგერისგან დავალებულია სარტრი, თუმცა ეს არ გამორიცხავს მის ორიგინალურობას და სხვათა შორის ალბათ ამ ორიგინალურობის გამოც არის, რომ ჰაიდეგერი წერილი ჰუმანიზმის შესახებ აკრიტიკებს სარტრის ჰუმანიზმს და ამიტომაც არის რომ ის თქვა განსხვავებას ინვითარებს სარტრის მიმართ და ამბობს რომ მე არ ვარ ეგზისტენციალისტი. საქმე იმაშია რომ ჰაიდეგერის ეგზისტენციალიზმში ეს ონტოლოგიური ეს ყოფიერების და არარას წილი ალბათ უფრო მეტია და მისი აზრით ანუ სარტრიც რაღაც მაინც ამ კარტეზიულ ანუ დეკარტის ამ სუბიექტივისტურ ფილოსოფიაში რჩება. თუმცა ეს საყვედური მე არ მგონია რომ თლათ გამართლებული იყოს ჩემი აზრით, სწორედ აი ამ გამომდინარე იქიდან რომ მას ეს ჰუსერლის ინტენციონალობა რაც არის ხო რომ ანუ ცნობიერება ყოველთვის რაღაცის ცნობიერება რომ ის მიემართება რაღაცას ერთი სიტყვით სარტრიც ჰაიდეგერის მსგავსად ცდილობს აი შინაგანის და გარეგანის დუალიზმის გადალახვას ხო და ამისთვის იყენებენ ისინი ფენომენოლოგიას რეალურად და ჩემი აზრით აი ეს სარტრიც არანაკლებ სიმაღლეს იჭერს ამ მიმართულებით, თუმცა ის ფრანგია და მაინც უფრო აი ადამიანისკენ უფრო მეტი ჩაღრმავებით და მისი ამ ლიტერატორია ხო, ლიტერატურის თეორეტიკოსი, ამ მიმართულებით უფრო ანვითარებს ხადია, თუმცა ონტოლოგიური სიმაღლე მას უჭირავს, ისიც აი ამ ფენომენოლოგიურ პროგრამაში არის პოსტუსერლისეულ ფენომენოლოგიურ პროგრამაში, რომელიც გულისხმობს, რომ აი რაღაც აზრით აი ეს დუალიზმები, რაღაცა მიღმურის და აქაურის, გარეგანის და შინაგანის უნდა გადაილახოს და რაღაცა ამ მთლიანობაში უნდა იქნას დანახული და ჩემი აზრით ამ ხრივ ის ცხადია ჰაიდეგერთან ძალიან ახლოს არის როგორც მინიმუმ. ჩემი შეკითხვა ცოტა ისეთი შეიძლება იყოს აი არ ვიცი რამდენად სწორად მომს გაგებულია რამდენად სწორად ვარ ინფორმირებული ამაში. აი სარტრის ნაწარმოები რო ახსენეთ გულისრევა ეს ნაწარმოები მე მგონი მიმართულია თვითონ კომუნისტური საზოგადოების რაღაცა საპროტესტო გამოხატულებაა თითქოს ამ კომუნისტური საზოგადოების ყოფიერების მიმართ, წესის მიმართ ალბათ აზროვნების მიმართ და ეს რაღაც მე მგონია ამას ხوار გამოხატავს ამ როგორ თქვა რეაქციას ან რეციდივს ან რაღაცას ეს უფრო ადრე არის დაწერილი 38 წლებში და ნუ არ ვიცი რამდენად შეიძლება ესე იყოს თუმცა სარტს აქ ეს საკუთრივ თუზუსად მახსოვს უნგრეთში შეჭრის შემდეგ ძალიან ხისტად და მკვეთრად გამოვიდა თქვა ის საბჭოთა მის წინააღმდეგ, მაგრამ ეგ უფრო მაინც არის აი ბურჟუაზიული, ანუ ინდივიდის გაუცხოება არის, ხო? იქ სხვა პრობლემებია, ცხადია, თქვა საბჭოთა ტიპის, თქვა ავტორიტარულ საზოგადოებაში, მაგრამ აქ სხვა პრობლემებია, ხო? ეს არის დისტოპია, ხო? რაღაც აზრით, სადაც შენ ხარ ძალიან გაუცხოებული, ანუ საზოგადოებასთან შენ ბმები გაქვს ჩაჭრილი, ბუნებრივი ბმები ხარ რაღაც განკერძოებული ინდივიდი და შენ აი ეს უსაზრისობის სიმძიმე ბევრად უფრო მეტად გაწევს, ვიდრე თქვა იგივე კოლექტივისტურ საბჭოთა კავშირში შეიძლება დაგწოლოდა რა. ეგ მეორე კითხვა არის უფრო ესე ვთქვათ ფაქტობრივ ბიოგრაფიული მე როგორც დამჭა შტაბეჭდილება მაგალითად ანი ერნოს აქვს ნობელიანტ მწერალ ქალს წიგნი წლები სადაც ის კომენტირებს სხვა ისტორიულ მოვლენებთან ერთად ფილოსოფიის ტრანსფორმაციის საკითხს განსაკუთრებით 60-იანი წლების შემდეგ და ამბობს ასეთი ჩანაწერი აქვს რომ ჩვენო თავის თაობაზე ლაპარაკობს რა თქმა უნდა რომ ჩვენო მაისის მოვლენების შემდეგო ძალიან
ძალიან როცა მაინც მოვლენები მოხდაო და აი ეს პროტესტი დაიწყო, ამას შევხვდითო დიდი ოპტიმიზმითო და დიდი მოლოდინი გქონდაო ისეთი თავისუფლების, რომელიც მანამდე არ ღირსებიაო და ამის ახსნას და განმარტებას მოველოდითო უკვე თანამედროვე ფილოსოფოსებისგანო და რასაც ისინი ლაპარაკობდნენ და გულისხმობს ფუკოს, დელეზს და სხვებს, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. მაგ კუთხით რა მინდა რომ გკითხო და მე ეხა ახლანდელი გადასახედიდან როგორც მეჩვენება, გულწრფელად რო გითხრა ხა ეს თემა ღრმად არ მიკვლევია, მაგრამ აი ზედაპირულად როგორც მეჩვენება, სარდრი მაინც სახალხო ფილოსოფოსი იყო, ასეა თუ ისეა, ყველაზე ავტორიტეტულიც, პოპულარულიც და ალბათ ისეთი ვისი ენაც მიუხედავად მისი აბსტრაქტული სტილისა, მაინც უფრო ახლოს მიდიოდა ამ ადამიანების ყურებთან, ამ გულისხმობ არაპროფესიონალებს, ასე ვთქვათ, აკადემიის მიღმა მოსახლეობის ყურებთან, თუნდაც ახალგაზრდების გულთან უფრო ახლოს მიდიოდა, მე ესე მგონია, მაგრამ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით 60-იანი წლების შემდეგ, ან 50-იანი წლებიდან უკვე გარკვეულ გაუცხოებას ხო არ გრძნობდა ეს კაცი საზოგადოებასთან და დისკურსთან, ხომ არ გრძნობდა იმას, რომ გარკვეულწილად უკანასკნელი მოჰიკანია და მისი სტილი მოძველდა და გარკვეულწილად ჩამორჩა. რაღაც ეგეთი ნიშნები ხო არ არის მისგან ცხოვრების ბოლო პერიოდში. ძალიან კარგი კითხვა და ამ კითხვაზე შეიძლება უპასუხოთ მიშელ ფუკოს სიტყვებით, რომელიც ამბობდა, რომ სარტრი ეს არის მე-19 საუკუნის ადამიანი, რომელიც აღწერს თუ ცდილობს შეეგუოს თუ აღწერს არ მახსოვს მე-20 საუკუნეს. ანუ ეს ფაქტობრივად ეს ასეც არის, ხო? მიუხედავად იმის, რომ ის თვითონ ამბობს, რომ მე-19 საუკუნის რომანს რაღაცებს უწუნებს, მაგრამ ფაქტობრივად ეს ეგზისტენციალიზმი არის ამ რაღაც ლიტერატურული რეალიზმის რაღაც რადიკალიზაცია, შეიძლება ესე ვთქვათ, რაღაც გარკვეული მიმართულებით. და ნუ ცხადია ეს, ნუ გაუცხოებას რაც შეეხება, ახლა თვითონ შეუძლებელია რომ თქვათ ესეთი თქვათ ონტოლოგიურ და ფილოსოფიურ თამასა და ეგზისტენციალისტური თამასა აწიოს ადამიანმა, ფილოსოფოსმა და მას ეს რაღაც გაუცხოების შინაგანი მღრღნელი ჭია, ასე რომ თქვათ არ კონდეს. თუმცა ეს ფუკო ჩემი აზრით ყველაზე ადეკვატურია, იმიტომ რომ ის სარტრი ცხადია ერთის მხრივ არის ფილოსოფოსი აბსტრაქტული ენით, საკმაოდ რთული ენით დაწერილი ყოფიერება და არ არა, თუმცა მეორეს მხრივ საკმაოდ ის მისაწვდომი, რაც ფრანგებს ის უპირატესობა აქვს, სტილი, ხო, ეს ფრანგული სტილი, ფრანგული ასე ვთქვათ მისავალობა გულთან, ესე რომ ვთქვათ, მას ახასიათებს აი უკვე მის დრამაში და მის ლიტერატურულ ნაწარმოებებში.